მოგეხსენებათ, მხატვრული ლიტერატურა წარმოსახვაზეა დაფუძნებული, არა მხატვრული ლიტერატურა მეცნიერებაზე. თუმცა მე დღეს წარმოგიდგენთ ამ ორი განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობიდან ორ წიგნს, რომელთა განხილვის დროს კიდევ მეტად თვალნათლივ დავინახავთ, რამდენად მჭიდრო კავშირი შეიძლება იყოს მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას შორის და რომ წარმოსახვა ეს არ არის რეალობის საპირისპირო, წარმოსახვა შეიძლება იყოს რეალობის მონახაზი. მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა ორი განსხვავებული მიმართულებაა, თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ეს არის ორი გზა ერთი მიმართულებით და ეს მიმართულება არის ადამიანის პიროვნული განვითარება. მხატვრული ლიტერატურიდან წარმოგიდგენთ ჩემს ერთ-ერთ რომანს გარდაცვალება გაღვიძებამდე, რომელიც არის ლიტერატურული პრემია მუზა 2025-ის ლაურეატი, გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი. არამხატვრული ლიტერატურიდან წარმოგიდგენთ დოქტორი ჯო დისპენზას შესანიშნავ და ძალიან ღირებულ წიგნს შეცვალე ცნობიერი, რომელიც არის მსოფლიო ბესტსელერი. ორივე წიგნი განსხვავებული ენით გადმოსცემს ერთი და იგივე იდეას, რომ ადამიანის ფიქრები, ქმედებები, რწმენა, ემოციები როგორ შეიძლება განსაზღვრავდეს მის ცხოვრებას. ერთი ამას აკეთებს მხატვრულად, მეორე მეცნიერულად. ერთი არის წარმოსახვა, თუმცა ჯო დისპენზას ნეირომეცნიერის მოსაზრებით ვიზუალიზაცია, იგივე წარმოსახვა ძალიან მნიშვნელოვან ჯო დისპენზა გვანახებს, რამდენად მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში და რეალურად როგორ შეიძლება შეცვალოს ჩვენი რეალობა და ჩვენი გარემო. ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილავ თითოეულ წიგნს, დავიწყებ ჩემი წიგნის ვიქნები სუბიექტორი. ჩემი წიგნის თითოეულ თავს ეძღვნება ლექსი, რომელიც გადმოსცემს ამ კონკრეტული თავის იდეას და ერთ-ერთი ლექსიდან ნაწყვეტს წარმოგიდგენთ. დანგრევა გინდა არავინ გიშლის, გსურს რომ აშენო, ნება შენია. შენი ჩაცმის თუ შენი სიშიშვლის სამყარო მუდამ მიმღებელია. შენი ქცევები მხოლოდ შენ გტანჯავს, ამ სამყაროსთვის არაფერია. ყლელის ფოთვაში ცხოვრებას ხარჯავს, მკურნალის განცდა გასანატრელია. და მოვიყვან პასაჟს ამონარიც ჯო დისპენზას სამეცნიერო ნაშრომიდან, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვისჯებით არა ჩვენი ფიქრების, ემოციებისა და ქმედებების გამო, არამედ მათ მიერ. რომ ფიქრი ეს არის ელექტრული მუხტი კვანტურ ველში, ხოლო ემოცია ეს არის მაგნიტური, ფიქრი აგზავნის სიგნალს, ემოცია იზიდავს მაგნიტს. რამოდენიმე სამეცნიერო ფაქტს მოვიყვან, რას ემყარება ჯო დისპენზას ეს მოსაზრება. ნიუტონისეული გაგებით ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკაში ითვლებოდა მხოლოდ ყველა მატერია ითვლებოდა მხოლოდ მყარნაწილაკად და ენერგია წარმოადგენდა რაღაც ძალას, რომელიც მოქმედებდა ფიზიკურ მატერიაზე და შეეძლო ფიზიკური ობიექტების გადაადგილება. თუმცა ნიუტონის ნაშრომებიდან 200 წლის შემდეგ ალბერტ აინშტაინმა ჩვენ წარმოგვიდგინა მისი ცნობილი ფორმულა E უდრის mc კვადრატს, რამაც ნათელი გახადა, რომ მატერია და ენერგია ფუნდამენტურად თითქმის ერთსა და იმავეს წარმოადგენენ. ასევე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სინათლე მაგალითად იქცეოდა როგორც ორივე, იყო ხან მაგალითად ენერგია, როდესაც კუთხეს უვლიდა და ასევე იყო ნაწილაკიც, იგივე მატერია, ანუ მასში იყო ორივე. ნიუტონისეული გაგებით ეს იყო შეუძლებელი, მოვლენა უნდა ყოფილიყო ან ერთი, ან მეორე. დღეს უკვე სამეცნიერო მტკიცებულებებით ვიცით, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ფიზიკური სამყარო წარმოადგენს ორივეს, უფრო მეტიც მისი შემადგენლობის უმცირესი ერთეული ატომის უდიდეს პროცენტში 99.99 და შეიძლება უფრო მეტი პროცენტიც კი წარმოადგენს ენერგიას, ანუ არა მატერიას, რისგანაც ჩვენს შევრიგებით ატომები ჩვენი უმცირესი ერთეულის ატომია და 0.1% და შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლები წარმოადგენს მატერიას. ანუ ჩვენ ეგრეთ წოდებული ფიზიკური სამყაროს ფუნდამენტური ნაწილი ეს არის არამატერია და მატერია არის მხოლოდ მცირე ნაწილი. ატომის სუბატომურ დონეზე იმდენად მატერიალურად ის იმდენად მცირეა ელექტრონი მაგალითად, რომ ის ძალიან დროებითი წამიერი მოვლენა ჩნდება და ქრება. ანუ მატერიიდან, ნაწილაკიდან ის გადადის ტალღაში, ენერგიაში და შემდეგ უკან ბრუნდება. და კვანტური ფიზიკის აღმოჩენა, ძალიან დიდი აღმოჩენაა ჩემი აზრით ეს, რომ ამ მოვლენაზე თურმე გავლენას ახდენს ადამიანი, ვინც აკვირდება ამ პროცესს.
ანუ ელექტრონები არსებობენ უსასრულობათა შესაძლებლობაში და მატერიალურად მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როდესაც დამკვირვებელი ყურადღების ფოკუსს ამახვილებს ელექტრონის მდებარეობაზე. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელექტრონები სუბატომურ დონეზე ყველაზე მცირე ნაწილაკი მოკლედ ატომის ელექტრონები ჩვენს რეალურ სამყაროში, ანუ დროისა და სივრცის რეალობაში ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დამკვირვებელი ყურადღების ფოკუსს ამახვილებს მასზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად რაც ჩვენს ირგვლივ ფიზიკურად ხდება და სხვა საკითხია რა ხდება ფიზიკურად, ეს არის მიზერული წილი იმის, რაც რეალურად არის, იმიტომ რომ ვთქვით, რომ ფიზიკურად 0.1/1000%-ია მატერიალური, რასაც ჩვენ ვიზუალურად ხედავთ, ის რაც ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურად ხდება, დამსახურებაა მხოლოდ ჩვენი ყურადღების ფოკუსის. ჩემი წიგნიდან მოვიყვან ერთ-ერთ ლექსს, რატომ ერთია მიზეზი სამყაროს სრულყოფილება, ის მხოლოდ შენ შემოგცქერის გისმენს და გემორჩილება. ორივე წიგნი სხვადასხვა ენით, მაგრამ გადმოსცემს ერთი და იგივეს, რომ ჩვენი ყურადღების ფოკუსი, რაზეც არის მიმართული, ის ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ეს ასე მარტივი არ არის. ჯო დისპენზას სამეცნიერო ნაშრომში, შეცვალე ქვეცნობიერში, ჯო დისპენზა გადმოგცემს, რომ ჩვენ რომ შევძლოთ კვანტური ველიდან იმ რეალობის გადმოტანა ჩვენს მატერიალურ სამყაროში, ჩვენ უნდა შევძლოთ ჯერ იქ შეღწევა კვანტურ ველში. ჩვენ როგორც ვიღაც ჩვენი პრობლემებით, ჩვენი დარდით და წუხილით იქ ვერ შევავთ. და ისევ პარალელს გავავლებ ჩემი წიგნის სიუჟეტიდან, ლაზარე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხვდება ავარიაში და კომის შემდეგ გადადის არარეალურ მისტიურ პარალელურ სამყაროში, ცდილობს სინათლემდე მიღწევას, რომ დაიმსახუროს შანსი და დაბრუნდეს სხეულში. თუმცა იქამდე მისასვლელად რთულ გზას გადის, თითოეული დაცემა ამ გზაზე უკავშირდება მის რომელიმე მანკიერ თვისებას. ანუ ლაზარე იმ სულიერი მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება, ვერ აღწევს სინათლემდე. მე დიდი სიამოვნებით ავიღებდი ჯო დისპენზასგან შთაგონებას, რომ მქონოდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ასე არ არის, ანუ ჯო დისპენზას გავლენა ჩემს წიგნებზე ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯო დისპენზას მე წიგნების გამოცემის შემდეგ გავეცანი და მას შემდეგ ვარ აღფრთოვანებული. ანუ კავშირი ჩვენი ამ სულიერი მდგომარეობით იქამდე მიღწევა არ შეგვიძლია და შესაბამისად ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენი რეალობის შეცვლა. ჯო დისპენზას ძალიან კარგად აქვს გადმოცემული თავის წიგნში ძველი ფიქრების, ემოციების, ქმედებების გამეორება, როგორ იწვევს ძველ რეალობას და რატომ ხვალინდელი დღე რატომ არის დღევანდელის მსგავსი, რომ ყველაფერი თუ ჩვენ გვინდა გარემო შევცვალოთ, ჯერ ეს ყველაფერი ჩვენს შიგნით უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ცვლილებები შიგნიდან გარეთ ხდება და არა პირიქით. ჩვენ ქართველები ბრძენიერი ვართ და ერთი ძალიან ბრძნული სიტყვა გვაქვს, გარდაცვალება, რომელიც ჩემთვის ეს არის ტრანსფორმაციის დასაწყისი. ჩვენ რომ რაღაც ახალი შევქმნათ, ძველი უნდა გარდაიცვალოს, ტრანსფორმირდეს ახალში. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ბეჯითები, სიზარმაცე უნდა გარდაიცვალოს და ტრანსფორმირდეს სიბეჯითეში. ჩემი წიგნიდან მოვიყვან ერთ ამონარიც კიდევ მცენარეს ყველაზე მეტად კვებავს და ზრდის საკუთარი ჩამოცვენილი მკვდარი ფოთლები. და ჯო დისპენზას ზუსტად ეს მეცნიერულად გადმოცემული აქვს თავის წიგნში, შეცვალე ქვეცნობიერი, ჩვენ როგორ შეგვიძლია ძველი ჩვევების ჩანაცვლება ახლით, ტვინის უნიკალური თვისების ნეიროპლასტიურობის გამოყენებით. მაგრამ ჩვენ რომ ძველი შევცვალოთ ახლით, ჯერ უნდა ვიცოდეთ როგორ გამოიყურება ძველი. ეხლა ისევ ჩემი წიგნის ძირითადი იდეას დაუბრუნდები. ჩემი წიგნის ძირითადი იდეა არის, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი დამკვირვებლის პოზიციიდან დავინახოთ. ანუ, მაგალითად, ლაზარე, რომელიც მიდის სინათლემდე და რაღაც გარკვეული მანკიერი თვისების გამო ჩამოვარდება გზიდან, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ის თვისება ჩვენც გვაქვს. ანუ ჩვენ შეიძლება ხელს გვიშლდეს ცხოვრებაში ეს თვისება. ასევე შეიძლება ჩვენ გვეშინია რაღაცის და არ ვიცით რატომ. შიში ტყუილუბრალოდ არ ჩნდება. შიშს აქვს აუცილებლად თავის მიზეზი და პირველი ეს არის ცოდნის ნაკლებობა. ანუ შიში არის იქ, სადაც ცოდნა და რწმენა ნაკლებია. ასევე ჩემმა წიგნმა შეიძლება ტკივილის ახლებური აღქმაც მოგცეთ, მაგალითად ერთ ამონარიც მოვიყვან კიდევ, ადამიანი იბადება ტკივილით, სიცოცხლეს იწყებს ტკივილით, ეს არ არის სამყაროს შემთხვევითი პრინციპი. ანუ მხატვრული ლიტერატურაა ჩემი წიგნი და ბუნებრივია ასახავს რეალობას, მაგრამ ისმის შეკითხვა, არსებობს თუ არა ლიტერატურა, რომელსაც შეუძლია რეალობის შეცვლა.
და დანამდვილებით ჩემი ცხოვრების გამოცდილებით გეუბნებით, რომ არსებობს ასეთი ლიტერატურა და ეს არის ჯო დისპენზას შემოქმედება ზოგადად მე ამ წუთას წარმოადგენს შეცვალე ქვეცნობიერს, თუმცა ჯო დისპენზას შემოქმედება მთლიანად აგებულია მხოლოდ იმაზე, რომ შეცვალოს ჩვენი რეალობა და რატომ? ანუ რას გვთავაზობს ჯო დისპენზა? გარდა იმისა, რომ წიგნში გვაძლევს უდიდეს ცოდნას, თუ მაგალითად რატომ შეიძლება ვიყოთ განწყობილი ნეგატიური ფიქრებისკენ, რატომ შეიძლება გვმართავდეს ეს ნეგატიური ფიქრები, როგორ შეიძლება ჰორმონალურ დონეზე ორგანიზმი დამოკიდებული გახდეს სტრესზე. ჩვენ ჩვეულებრივ პირობებში ქვეცნობიერთან წვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერი, რომელიც ანალიზს აკეთებს, ვიბრირებს სხვა ენერგიაზე, ანუ სხვა ტალღებზე. ჯო დისპენზა გვასწავლის, როგორ გადმოვიყვანოთ ტვინი იმ ტალღებზე, რომ შეძლოს ქვეცნობიერთან წვდომა და შესაბამისად ჩვენ შევცვალოთ ის პროგრამები, რომელიც ერთი და იგივე წრეზე ატრიალებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი ქვეცნობიერი რო გვმართავს, ამაზე მე მგონი სამყარო თანხმდება უკვე და ნუ რაც გვაქვს ქვეცნობიერში ჩვენს ვიღულივაც ეგ არის. ჯო დისპენზა პრაქტიკულ მეთოდებს გვაძლევს, როგორ შევცვალოთ ქვეცნობიერი, რომ შევცვალოთ რეალობა ჩვენ. ნუ ათასობით მკითხველის შეფასება, ასევე ლიტერატურული პრემია მაძლევს იმის მორალურ უფლებას ვთქვა, რომ წიგნი გარდაცვალება გაღვიძებამდე ნამდვილად დაგვაფიქრებს რა რეალობაში ვიმყოფებით და რისი შეცვლა გვინდა. და წიგნი შეცვალე ქვეცნობიერი ჯო დისპენზას უნიკალური წიგნი შეგვაცვლევინებს და მიგვაღებინებს იმ რეალობას, რა რეალობაც ჩვენ გვინდა. დავიწყებ, გავიმეორებ ისევ იმ სიტყვებს, რაც მე პრეზენტაციის დასაწყისში ვთქვი. მხატვრული ლიტერატურა ეს არის გამოცდილება, ანუ გვაძლევს გამოცდილებას. არამხატვრული ლიტერატურა ეს არის ცოდნა, ანუ გვაძლევს უდიდეს მეცნიერულ ცოდნას და დავამთავრებ ჯო დისპენზას სიტყვებით პრეზენტაციას. ცოდნა გამოცდილების გარეშე უბრალოდ ფილოსოფიაა, გამოცდილება ცოდნის გარეშე გაუცნობიერებელია, აუცილებელია მათი ერთობლივი გამოყენება. ასევე გამომცემლობა წიგნიერს კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გადავუხდი თავიანთი კეთილშობილური მოღვაწეობისთვის, იმიტომ რომ მესმის ახლა ბევრისთვის რთული იქნება, რა თქმა უნდა, კვანტური ფიზიკის ინგლისურად წაკითხვა, ხო? ანუ ხელმისაწვდომს ხდის, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ამდენად ღირებულ წიგნებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ზია რაზმაძეს და მთელ მის ოჯახს, რადგან ისინი ნამდვილად კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებიან.